თურმე რამხელა დიდი მადლი, დიდი ბედნიერება მოუძებე უფალ შენთვის, რომ შენ აღსავდრების წინ პატრიარქად კურთხევის დროს შენინდაკი პატრიარქის წინაშე და ვერ გაზომავდი, დღესაც ვერ გამიზომე ის შიდიადე. ჩემ თავისთვისაც რამდენჯერ ხშირად ვამბობ ხოლმე ვერ მიპატიებიეთ ჩემი თავის მაშინ ვერ აღვიქვი. რასთან მქონდა საქმე. რომ არა პატრიარქი, არავინ არ იცის ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა იმ ტკივილების მერე, რომელიც ჩემს ოჯახს დაადო თავს. სრული ადათ-წესები სხვას გვავალებდნენ, სხვა მისია გქონდა, ამ დროს უნდა გაგეკეთებინა. და პატრიარქთან მომეწია შეხვედრა 40-ის წინა დღეს და ამ კიბეზე რომ ამოვდივარ, მგონია რომ მთელი სამყარო მკიდია მხრებზე. მიჭირს ამოსვლა. ყვავილების ოთახი რო აქვს, იქ იჯდა პატრიარქი. და როს დავინახე შევკრთი. აი გვერდ დავსხედით. და რას ფიქრობ პირველი კითხვის დამის. და უთხრა თქვენმოწმინდესობა არ უნდა გაგიკვირდეთ, მე რას ფიქრობ. და გამაჩ თქვენ შვილზე მომიყევი. როგორი იყო? ვესაუბრებო და დიდი ხანი ვისაუბრეთ. როგორი იყო, რასთან. ხოდესე ხოჩეს ხან პატრიარქმა ხელს რომ დაგავლეს ესე ვიცით არის. თქვენ გაცვალეთ მომაშვილობა. ის არის მამა. შენ ახარ შვილი. შენ უნდა შეასრულოს შენი მისია. ის წავიდა შენს მაგივრად. ვერ გეტყვი რომ ჩემთვის ეს ადვილი მოსასმენი იყო იმ დროს. არ იყო ადვილი მოსასმენი, მაგრამ რომ მოდიოდი გზადაგზა ვაანალიზებდი რა მითხრა პატრიარქმა. და სანამ კიბეზე ჩავდოდი მივხვდი მიზანს. და თან რო გავდიოდი კიბიდან მუხლი გამეთავისუფლდა. ნაბიჯი შემიმსუბუქდა. გავიარე მსუბუქად ჩავედი კიბეზე მოტრიალდე უკან. ხო არაფერი დამრჩა. და კიბეროთ მსუბუქად ამოვე მივხვდი რომ ის ბუზძარმაზარი ტკივილი რომელიც მქონდა პატრიარქმა ჩამომხსნა. ეს იყო იქნება უდიდესი დანაშაული ჩემს მხრიდან რომ მე სხვა გზით წავსულიყავი და აი როდესაც ასე შეძრა მთელი ეს ჩვენი ხართული აზროვნება რომ მე განვაცხადე რომ მე შევუნდე შვილის პულას. იმიტომ რომ თვითონ ის შეუნდებოდა მე რომ ჩემთვის რას ეკეთებინა ვინმეს. ის ამას არ გააკეთებდა. ის ამით არ იყო დაბადებული. და მახსოვს რომ დაიბადა დაუწერა ასეთი ლექსი არ გაიარო ჩავდა ხელმა ჩემს გამოშვილო ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალადი. აი ამ გზით მატარა პატრიარქმა. და ასე მატარა. ყოველთვის დღე არ გავა რომ პატრიარქს არაფერი თვითონ ლექსტრი ქონე არ წავიკითხო. ლექს რაღაცა არ ჩემ თავს არ ვესაუბრო. იმ შერიმდო ხანდახან მეტოხამ არ შენ როგორ შეგეძლო შენ ამ დროს დაბადებული ვარ. პატრიარქი მარტო ჩემთვის არ დაბადებულა. არც მარტო ჩემი ქვეყნისთვის გადასარჩენად. ის დაიბადა მსოფლიო მართლმადიდებლობის გადასარჩენად. ჩვენ ამის გააზრება გვიჭირს. არა ვართ ჩვენ ჯერ მზად ამით რომ პატრიარქის ღვაწლი დავაფასოთ. რომ მოდიოდი კიბებზე მუხლე მაინც მეკანკალებდა. მე ვიცი ვისთან მივდივარ. მე ვიცი ვინ არის ჩემთვის. ეს ჩემთვის არის აი იმ ნაბიჯის გადამდგმელი, რომელსაც ძალიან ბევრს გავაჭირდებათ. ძალიან ბევრს. აი ხევსურებ დღესაც უყვირთ. მე როგორ ამის გაკეთება როგორ გადაწყვიტე. პატრიარქმა გადაწყვიტა როგორ უნდა მეცხოვრა. იმ ერთმა საათმა საათი საუბარმა. მე სხვანაირი კაცი გავედი აქეთ. მინდა ჩემ თავს მივულოცო. პატრიარქის დიდხანს სიცოცხლე. ჯანმრთელობა. ყველამ თავის თავს მიულოცოს მთელ საქართველმა ქართველმა ერმა და თუ კი რამ ტკივილი მივიყენებია, ოდიში მოვიხადოთ. მერთმა დიდხანს მიცოცხლოს მისითა. პატრიარქი რო იყო ჩემი ასაკის 80 წლის, მაშინ დავუწერე ასეთი ლექსი და თქვენ მოწმინდესობა ამ ტკივილთა შემდობას ტკივილების გარეშე როგორ გაგიბედავდი. ჩემი ჩამონისლული პოეზიის ერდოდან შენს ლოცვებში და შენში საქართველოს ხედავთ. თქვენ მოწმინდესობა ახლა ღონე მიხდილი დასერელი იჭებით მინდორს გავარ ნაურმალს და შინია სიცოცხლის
არ რჩება სიკვდილი ვიდრე ჩემი მამული ასე ძლიერ მაურხებს.